ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ მსახიობი, ტელეწამყვანი და მის მსოფლიო ყველაზე ლამაზ თმებში ეკატერინე დემეტრაძე. რა კარგია რომ მოხვედი ჩვენთან. ტელევიზორში მთელი ორი. მართლა მადლობა ჩვენ რა ასტურებს იცი ბრატი აი რომ ზივართ ხო ლაპარაკო და მაგარი ბიჭები მაგრამ იყოს მაგრამ გოგორო შემოვა სხვანაირი რაღაც ამუღამია არა როგორ ახ კარგად როგორ ხარ შვენივრად გამოგიყურებ მადლობა საერთოდ არ გეტყობა რომ დილის წამყვანი ხარ ჯერჯერობით მე ვნახოთ ჯერჯერობით მაინც პანდემიაა და შაბათ-კვირას არაფერი არ ხდება და ეხლა ამათ საერთო დილის პრობლემებზე თუ დაიწყეს ო ვერ დავამთავრებ დილამდე არ დავამთავრებ კი ანუ ჩვენ კარგად ვართ მშვენივრად ვართ და მოკლედ გელოდებოდით ძალიან გელოდებოდით იმიტომ რომ special for you თამაშები გვაქვს მოფიქრებული მე როგორ ავარ ამაზე მე როგორ ავარ ცი აჭარაში რო ეკითხები როგორ ახარ რა ვქნა აი ეგრევა აი ეგ არის ყველაზე კაი პასუხი ჩემთვის მოკლედ პირველ რიგში დავიწყოთ იმითი რომ დილაში გიჭირს საერთოდ რამდენი ხანია კოლეგები ვარ და არ მეკითხავ შენთვის დილით ადგომა გიჭირს თუ არა იმიტომ რომ ისეთი გაჭირვება პირველია ხოლმე იმიტომ რომ პირველი ეგ ხდება ანუ მეც და სანდროც რომ მოვდივარ ესენი რომ მოდიან მე უკვე დავარჩი დილაშრიალებული ვის უფრო ვიძავს და ვინ უფრო გაღვიძებული ახალი ხო და არ მიჭირს რაც არ უნდა უცნაური იყოს საერთოდ არ მიჭირს ადგომა გააჩნია ეხლა წინა საღამოს რა ხდება მაგრამ სადღაა წინა საღამო რაღაცა ის არის ჩემთვის ამ რაღაცა გაშეშებულობაში ივენთია რა დილითად რომ ავდგე ყოჩაღად მერე ვიქაქანო მერე ვილაპარაკო ილოს და სანდროს საშინელებები ვისმინო 4 საათი რეკლამების დროს და ასე შემდეგ შესაშუალება მე უფრო საერთოდ რაც ჩვენთან რეკლამის დროს ხდება ვფიქრობ ცალკე უნდა გავიდეს ეთერში ის რაც რეკლამების დროს ხდება იმიტომ რომ არა ნაკლებს საინტერესოა. საშინელება ხდება მართლა. ო, მაგრამ ერთი ამბავი ვკითხოთ რა, მოკლედ თელი სამსახური რო ვეთქვით, რომ სუგარო დაგვეკარგა და თურმე მას რომ ყავდა მოსაველად. მოკლედ ერთი პატარა ძალიან პაწაწინა თეთრი ლეკვი იყო აქ და ყველას რომ გვიყვარდა. ხო. ფოტოშორის ეგ გადარჩემ ხო. ხო და მოკლედ ერთ დღესაც ხო გადაწყვეტილი რო გქონდა რომ ეთერით გაგვეჩუქებინა, გადავწყვიტე რომ გლამურული ფოტოსესია მომეწყოთ უგასთან ერთად და ჩემ მეგობარ ფოტოგრაფს თხოვე და კიო მოდი სტუდიაში გელდები და საღამოს წავიყვანე ეს ძაღლი და სანამ რომ მივედით გაამზადეს ყველა ეთამაშება ამ ცუგას და რაღაცებს ამზადებენ მეც ვიგრიმები რაღაცა გამოვიცვალე ხალათი ჩავიცვი თმები ესე რაღაცნაირად აწეული მაქვს სანამ რაღაც კიტრები არა კიტრები არა თვალებს ვიკეთებ და აი ცალი თვალი მაქვს დაგრიმული და რაღაცა ხმაური და ფაჩი-ფუჩი მომაყალდა და გავიხედე სად არის არ არის ახლა ლეკვი აღარ არის ლეკვი არ არის თან ეს სტუდია არის პირველ სართულზე გოგებაშვილზე და მეთქი ეხა სასწრაფოდ ლეკვი უნდა ვიპოვოთ და ნუ აი გრიმიორი ფოტოგრაფი გავცვივდით გარეთ და მეც მიურბივარ და ჯერ მივხვდი რომ არც ვიცი როგორ უნდა დაუძახო ამ ლეკვს იმიტომ რომ სახელი არა აქვს ჯერ და მიურბივარ ქუჩაში დაურბივარ გამწარებული ცრემლები მომდის და ცოტა ხალხი მიყურებს უცნაურად რა ხდება მეთქი რა ხდება და აი კაი ხნის მერე მივხვდი რომ ხალათით მიურბივარ საღამოს რაღაც 8 საათზე გოგებაშვილზე ახან რა გადმომივარდება ხან რა ცალმხარ ესე ჩამოზე გავრბივარ ტელეფონი მიჭირავს და დავრბივარ ესე ხალხი ცოტა ესე დაბნეულ და ხან ვისვეცი რომ თეთრი ლეკვი ხომ არ დაგინახავს და მე მარკეტში შევერდი კამერები ამოყარეთ ესე გელაბარო თეთრი ლეკვი არ დაგინახავს მაგრამ საით იქეთ გაიქცა გოგებაშვილი არა არა ეგ როგორ არის იგი იქეთ გაიქცა თეთრი ლეკვი არ დაგვინახოს მაგრამ თქვენსაც ხოვრობთ მიგი კი მანქანები იქ სახში მივიდა უკვე ვიღაც ბიჭები აბირჟავდნენ უკაკუნებ აქ ხო არ გამაურბენია და ესენი არა გენაცვალე არა ყველაზე მაგარი რო გეტყვიან მაგას კიდე დამშვიდები რომ თეთრი ლეკვს ეძებ მაგრამ სანამ ამას იტყვის ადამიანი რომ მოდიხარ და გოგო რომ თან წირის და დაგისმილი ხალათით ხო დაგისმილი ხალათით
და ამ მთელი ძალიან თითქმის 2 საათი გრძელდებოდა ეს ყველაფერი იქ სასაფლაოზე ავირბინე იქ ცოტა მეშინოდა სასაფლაოზე და ამ ტელეფონით ვანათებ და ტელეფონით ჯდება უკვე და მოკლედ ბოლოს ტირილით შევედი რომ მეთქი ანუ ეკა პროსტა ყოფილიყო ეს ლეკვი იქ იყო მშვენივრად სად წამოიყვანე და მთელი დრამა მაქვს ეს ფოტოგრაფი დარჩა ამერიკაში დაბრუნდი განადგურებული ხო სტუდიაში შევედი რა შალა გადაღება ვერაფერს ვერ ვიზავ ეს გრიმიორი მამშვიდებს არაუშავს თან მაშორებს ეს ჩამოღვენთილი ტუშები მაქვს და რაღაც მომენტში სიჩუმე ჩამოვარდა ყველა სევდიანები ვარ თუ სხედვართ ესა და უცებ რაღაცა გაფხაკურდა და შევიხედე და თურმე მთელი ეს დრო მე რო ქუჩაში დავრბი ხალათით დივანის ქვეშ იყო სამაგიეროდ ნახევარმა გოგებაშვილმა ძალიან ისე ამონა თქვენი პერფორმანსი ნახევრად შიშველი ნახევარ გოგებაშვილს აქვს ჩემი ტელეფონის ნომერიც ყველას ვაწერინებდი თუ იპოვე დამირეკეთ ტელეფონის ნომერს თავისი ფოტოების ახლავს გადაღებული ეს ის არ არის ტიტველი რო გამორბოდა და უი ვიცნობ ამ გოგოს ეს გოგოც მაო გეუნები ქუჩაში მოსიძახდა და მე მომზდიდა ან მაგარი კიდე რა არის იცი რა სასაფლაოზე რო შენ გოგოს მიცავ არის ეკადემიკაზე გოგებაშვილზე რო დამინახა ხალხით მომზდევ და თან მან კოცნე და ესე მიგზავნე და ბოლოს ეს ლეკვი სამწუხაროდ ერთადერთია რომელიც აქ გადარჩა ჩვენ ეზოში მაგრამ გადარჩა და გავაშვილეთ და ეხლა ეგ ის ლეკვი არ არის ბედნიერის ხორობს მე ვიცი ხო ეთერში თუ გამოჩნდება ხო ფოტო არსებობს როცა ეთერშია და ხო ის მოტუნებს გარდა ძაღლებისა გარდა დილის ეთერისა და აი ამ დიდი სატელევიზიო ამბებისა თქვენ ესეთი მსახიობი არტისტი ბრძანდები ვიყავი ოდესღაც ხა აღარ ვიცი ხარ თქვენ გულებში ყოველთვის ყოფილი მსახიობი არ არსებობს სხვადასხვა დროს მართალია მაგრამ დაქალებშიც გვითამაშია ო შენ ერთი პერიოდი ეს თავარი ხაზი ყველას გვითამაშია ძმაო ყველას გვითამაშია ხო მაგრამ არა მე ბატონი ერმალო მაღრაძის პროდიუსერია ვარსკვლავი ვარ პროდიუსერია ხო და ჩვენი სერიალები გვაქვს ეხა ბევრი კურიოზი ამასაც დამარცხნია მეც დამარცხნია იმიტომ რომ ძალიან რეიტინგული სერია და გასაგებია რომ ბევრი სიტუაციები იქნება ხოლმე შენ არ შეგთხოვია რა მე მაგალითად ან გადაღებაზე ან თქვათ სხვა სიტუაციებში გადაღებების კურიოზები არ ვიცი მაგრამ სუხო ვამბობ ეს სანდრო კაკულიარო კარმაში მერგო მართლა ანუ აი ბონუსად მერგო მოკლედ რაღაცა ეს ნატაშკას და სანდრექსას love story რო ძალიან გახურდა და ნუ აი ეგ ამბავი რო დაიწყო რაღაცა ბევრი ხალხის უყურადღების ცენტრში მეზობლები ვიღაცები ანუ მთელი ის იყო რა ქვია და ბოლო მოვიდა ისე რომ სანდრექსას და ნატაშკას ლოგინის სცენაც გამოჩნდა და იმასთან იცხოვრა ეს ნაცხოვრება გადაიძინა თუ რაღაცა ამბობენ და გამოვდივარ ხა მეორე დღეს ავი ჩემთვის ხო ის როდის გადავიღეთ რაღაცა ჩვეულებრივი ცხოვრება ისევ ისე გრძელდება და შევდივარ უბნის მაღაზიები რო არის პატარა გარაჟებში შევდივარ და მანამდე გზაში მხვდება კაცი რომელიც ანუ მე იქ ცხოვრობ იმ სახლში გავიზარდე და ყველას ვიცნობ და პატარაობიდან ამხელა რო ვახსოვარ ყველას და მეც ბიძიებით მივმართავ დღემდე ვიღაცებს და მოვდივარ და კაცო გამარჯობა მე არ მესალმებ იას ასე მიხურებს რაღაცნაირი ძალიან გაბრაზებული სახით მეთქი ოკეი კაი და შევედი მაღაზიაში და ესაც შემოვიდა და თან მომყვება და თან გამარჯობასაც არ მეუბნება უცებ ეს ამის ცოლი იქ მუშაობდა ცოლიც გაიჩიტა ხო და უცებ ძალიანაც კარგი იგრაუნდა მაგას თან რო ხმარმა არ დაინახა ჩუმად გეუბნება ეგრე რა ხდება რა ძალიან კარგი აბარა ეხა იმას ხوار უნდა ელოდო მაგდენი ხანი და ხანი მეთქი რა ხდება მაგრამ და ყომშვიდობა ვერ მივხვდი და უცებ მიტრიალდება ეს კაცი და მე შენმა ქმარმა იცის როგორ იქცევ ფილმში ერთონ ვერ გავიგე და მივხვდი რომ რაღაცა ლინკი არის ცოტა შორის ეგ თქვენი ჯაჭვი რომელმა მეთქი რომელმა ქმარმა და რომელ ერთმა ეს რო კითხე ოღონდ პასუხიც ვერ გამწა თვითონაც ვერ მიხვდა სინამდვილეში რა მკითხა ანუ ისიც ამაზეც გაბრაზებული იყო იმაზეც ყველაფერზე გაბრაზებული შევიდა ადამიანების ცხოვრებაში რომ ნამდვილი ადამიანებზე რეალიტი ეგონა და შინაგანად ეგრე შენ გადაშე ყოჩის მოსაკლავად დაძდებდი ვერ გამოდიოდა ყოჩი ძალიან გაბრაზებული იყო ყოჩის ეძებდა სადეპოვდა ხო ჩვენც რამე ხო ეხა ხო არ გადავიდეთ ნელ-ნელა მეგობრებო ჩვენს თამაშებზე და არა მოდი რა აზარტულია
არა, მოდი დღეს რა ვქნათ, იცი, მოდი დღეს თამაშები არ გვინდა და ეხლა უკან დავბრუნდეთ ისე პირველ ნაწილზე. მოდი მონოლოგი. რაღაცნაირი არ იქნება, მოყურებელი, მოდი შოქში ჩავაგდოთ და მე აღარასოდეს აღარ გვეყურებენ. არა, თამაშის გარეშე მე ეგედა ვეწავალ ერთი წამი. არა, რა თქმა უნდა. ეგრე არ გამოვა. ამ შეფეთქის ოთახში გეპატიჟებით მაგარი თამაშები უნდა მოხდეს. და ჩვენ ახლა ქალბატონო ეკა ვიმყოფებით ლიდერბეთის ოთახში და აქ ჩატარდება ჩვენი თამაშობანი. ისა ეკა გაიცანი ნიკა ვანიკა. ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდი. ძალიან სასიამოვნო. კი ბატონო, ამ თამაშში ჩვენ გუნდებად ვართ დაყოფილი როგორც შეატყვეთ. შენ და ილო ხართ, მე და ნიკო ვართ. თამაშს ქვია გამქრალი ვარსკვლავი. გამქრალი ვარსკვლავი. ესე იგი, ჩვენს წინაშე გამოჩნდება, გამოისახება ფოტო ცნობილი ადამიანების და ერთ-ერთი ცნობილი ვინმე ვარსკვლავი იქნება ფოტოდან გამქრალი. ჩვენი გამოცანა უნდა გამოვიცნოთ ვინ არის ვისთან ერთად შეიძლება და ყოფილიყო იგი ვარსკვლავი. ლოგიკა, დედუქცია, ყველაფერი დედუქციური მეთოდი. კი ბატონო, და გამოვიცნოთ ვინ არის დაახოთ. გამოიცან გამქრალი ვარსკვლავი. დავიწყოთ თუ შეიძლება? დავიწყოთ. დასწრებაზეა ხო, თუ გექნებათ პასუხი, დააჭირეთ ღილაკს. დავიწყოთ. აი, ჩვენი პირველი ფოტო. და მეც ეგ მეგონა. ერთი ვიცი ვინც არის და მეორე არის ვინ არის? ვინ არის? მგონი ჩვენ ვილო. ვინ შეიძლება რომ იყოს იმ დროს? ერთი წამ ჩვენ მე მაგ ვერსია. მეც მაგ ვერსია მე შენც მე ვერსია მე დაახლოებით ხდები, იმიტომ იქ მართალია ბევრი ადამიანი ყოფილა. კი. მე დავარქი უკვე. რასისა? ჩვენ გვაქვს ვერსია, აბა თქვით თქვენი. ჩვენც გვაქვს ვერსია. მე მგონია რო ეს არის გუბასანიკი. მეც ეგრე მგონია. ნუ იმიტომ რომ ჯერ ძალიან ხშირი სტუმარი იყო და მე კიდე სილუეტი ხო. მოკლედ გუბასანიკიძე ჩვენი ბატონშორის მე ვერ დაგასწარი, თორე იქ ანარეკლი დავინახე მაგიდაზე და უკვე მივხვდი რომ ეს მისი დაყვეტია მხოლოდ. ასეთი დაყვეტა შეიძლება ეყრდნობოდეს მხოლოდ ადამიანი ძლიერი. კარგი, შემდეგი ფოტო. ოპა, სუხიტა. და ხო, მე დააწყე. დაქალებიდან არის. მოიცა ეს ამბობს რომ თმით გამოვიცალია. დაქალებიდან არის. ის რა ტერიტორია? რუსთავის ძველი ტერიტორია. აი რუსთავი ორი შესასვლელია. აი მართალი ხარ. მისი გადაღებული ფოტოა. ნახე? ხო, ისი. უჭირავს. იმან თვითონ გადაიღო. აშკარად მისი გადაღებული ფოტოა, კი. მგონი მე ვიცი და შენც იცი. მეც ეჭვი მაქვს. მე მეგონა. ვერ სწრაფად ვერ ვქენით. მე ანუ თქვა ჩვენი ვერსია, ვინაც არასწორი იყოს. მე ვარცხნილობიდან გამომდინარე ვიფიქრე რომ დუტაა, მაგრამ არ არის დუტა. ჩვენ მგონია რომ ეს არის ბუბა. ბუბა? ბუბა, ბაქარის არაკი კაბიძე. არამედ ბაქარის როლის შემსრულებელი ბუბა. კი ბატონო, აბა ვნახოთ. შეიძლება გაგა ეს ფოტო კაცო. რა რა მეხვედრილი ხავ მე რო შეხედე. რასა ხოდიო კუდი. ძალიან მიყურხარ. ვერ გეცვლებათ ეს. არა, ტელეფონში მაინც არ ქონდა. აი, შემდეგი თუ შეიძლება. აი, მზად ვიყოთ. დუტასთან ისე. ესე იგი შეიძლება ვიყოთ. აუ. ძალიან ახალგაზრდა ზალიკო ბერგერია. ძალიან ახალგაზრდა ზალიკო. რა ვერსია გაქვთ ეგ? არის მაგ დროს მგონია. არა, ვაი, მე დავიყო. ხალია. მაგრამ ილო გამომაძენება. მოიცა რაღაციდან გამომდინარე ვიდეო. ეს ზალიკო არის ჩაცმული ისე რაღაც ცოტა უფრო სოლიდური იმიჯით არის. სილუეტით ეგ არის. ეს არ გავს. სილუეტით ძალიან გავს რამე ვერსია. აი, მე არანაირი გრაციოზული დგომა. მისი ამ გო. ვინ იყო ხოლმე მაშინ? ბაჩვენეთ, მაინტერესებს. ვინ იყო ეგრე? არ ვიცი, აბა ბაჩვენ. აი, ჯაპაიოსელიანი თუ იქნებოდა. ეგ რა არის? არა, ბიჭო. რო უყურე მაინც არ გჯერა, რო. გამოსვა ლობიოში ამახ არგონია, თქვა გეტყვი. ამას მარტო ზალიკო გამოიცნობდა, მარტო ზალიკო გამოიცნობდა. ან ვერც ზალიკო, როგორც ილომ ვერ გამოიცნო თავი. არა, მე გაგებული მქონდა რომ ზალიკო მხედრიონელი იყო, მაგრამ ეს ზალიკოს მხედრიონის წლები. ზალიკოს წინა ცხოვრება. მხედრიონის ქსიმა განახო. კარგი, შემდეგ სასწაული ფოტოები მოგვიმზადა ჩვენმა პროდიუსერმა. შემდეგი. ჩემი ვერსია შორინა ბაგაშვილი, იმიტომ რომ ინდენჯერ არის მაიასთან ნამყოფი შორინა ბაგაშვილი, რომ მხოლოდ მაგ მათემატიკით შემიძლია ვივარაუდო. ეს ურთულესი თამაში თამაშია. მოგითხარ? აჰა.
კარგი, შემდეგი ძალიან ვაგებთ ნიკო. კი, როგორ რანაირად აჰა. აუ. ბიჭო, როგორი ფოტოა? იცი გეგონება მან დაარიყავი და ჩაქსვეს ფოტოშოპით. ხო და ეგრე ფოტო არის. შემდეგი თუ შეიძლება. ან ცოტა ხანი ყოფილიყო. ახლა არ ვიცი, მაგრამ ნელ-ნელა მიხვდები. ვითომ? აუცილებლად. ან იქიდან ცივები გამიგე. ვაიცა ერთი წამი რა სად არიან? ბიჭო, ეგენი ასოცირდებიან და აქ სხვა ხრიკია აშკარად ნახე, ვინც ასოცირდებიან. ჩვენ იმათ ვიძახით და ისინი არ არიან. ნუ ერთია რომ ერთ რადიო სადგურში იმყოფებიან, მაგას ხვდებით და რადიო ეგ არის. ვივარაუდე ეგა. მე ვარ. ხო, შენ ეგა. რას გავარ ვარ? კარგი, რანაირად ახერხეთ ამ აი, საერთოდ გამოვიყურებ, გაწიეთ ფოტო დროზე, ჩემდე. ის არის დაბახუსევი ეკა. არა, ეგა ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ ვართ ილოზე, იმიტომ რომ ჩვენ თავებს ვცნობ. შემდეგი. მაგრამ ილო დამეხმარა სხვადასხვა. რა. მეცი, მოდი სლოგანი თქვა, ერთად. თქვაში. არ ჩაიჯვა, ალეკო. არ ჩაიჯვა. შენი ტივი, არ ჩაიჯვა, ალეკო, შენი ტივი. შენი ტივი. არ ჩაიჯვა. ეგ არის. რას გადაეკიდე თან კაცკაცი? არ გაიგეთ, რა გიდა, რას გადაეკიდე? ჩაიჯვა და ანეიხავი ახლა რა. შემდეგი თუ შეიძლება. ოპა. ისე კურკულება. ჯორჯ ბუში. არა, ნახე რა კონკრეტული სილუეტია პროფილშია. არა, ბუში არ მგონია, მაგრამ ვიღაც ჩამოსული მგონია საზღვარგარეთიდან და ბაიდენი არ არის. ეს სიყვარული. რა იცი რა. შესიცინებს. ჩვენ გვაქვს ეჭვი. მაგრამ მხოლოდ ეჭვი. ხო, მაგრამ ეჭვი ნახევარი ანუ ფულა. პროფილი ჩემი აზრით ეგ არის და არ ვიცი მეტი. ჩვენი ვერსია ბოჩელი. იყოს ბოჩელი. ჩვენი ვერსია არის გეუბნებოდი ილო უნდა ჩემი ხო მე რას მეცემი ჩემი ფოტო ვერ ვიცანი და შემდეგი თუ შეიძლება აუ ძალიან საინტერესო თამაში გამოდგა თქვი ეგრევე გლიგია რა ვინ არის გრიგოლიეს ბავშვობა და არ არის ხო ნიკამელი შვი ხო ეგა ნიკამელია ჩვენი ვერსია ბ ნიკამელი ნიკოლოზის ფოტო არის თავის ბიჭუნასთან ერთად და თუ არ ვწდები იქ ბრავო აი თუ არა შემდეგი ოპა ნუ გატეხავ დაგვასწარი ილო ბერა და ბედინა ჩაკითხულით ახლა ის ბერა და მისი მამა ბრავო. კარგი, მეგობრებო, უნდა გითხრათ, რომ ამით ჩვენი თამაში დასრულებულია, ეს თამაში. ურთულესი მინდა. კი, საკმაოდ რთული იყო, ჩვენ ძალიან მალე შემდეგი თამაშით დაგიბრუნებთ. აი, ამ თამაში ხდიან, პატიცემულო ეკა, ესე იგი, გამოიცან აფორიზმები და ანდაზები. მარტივად, ჩვენ უხმოთ, უსიტყვოთ, უნდა აუხსნათ ჩვენს მეწყვილეს. ემოციოთ. ემოციით აუცილებლად, ემოციით. აი, ამ ტრაფარეტების ქვეშ მოთავსებული არის აფორიზმები და ანდაზები. სათითაოდ გავთ. როგორც ფილმებს უხსნით ისე ერთმანეთს. და ვართ. რატომაც არა? ჩვენ ხომ არ დაგვეწყო? მოდი შენ დაიწყე, ჩვენ კი არა. მიდი და დაიწყე. შეგიძლიათ თქვენს გადმოიწიოთ აქეთ და ერთად შენ უნდა აუხსნა ახლა. მე უნდა გამოვიცნო, თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს გადაშურჩულოთ, რომ ვაიმე მე გამოვიცანი. ვანიკომ უნდა აუხსნას. ამან ვერ გამოიცნო. მარტივია? მარტივია? აჰა. აჰა, ცხაცალი. ერთი თხილის გული 9 ძმამ გაიყო. უხარია. აბა მოდი, თქვენი ჯერია. აი, მე. ეკა მიდი, გამოიწია შენ არ დაინახო? და შენ დადექი მაგიდასთან და გამოიცანი აბა რას აგიხსნის. ხო. ესეც მე ვიცი უკვე. არის. ეს და ეს ერთად, ხო? ორი. ორი ძრო ხარ?
ილო. აჰა, მეც მიხდი გონი მე. აი, ერთი წამი. ძროხა ხოა ეს? არა. არ არის. ეს ვისაა კიდევ კურდღელი არ არის. ფლამინგო. ფლამინგო ვარდისფერი. ატა. კატა. იყვას. ყველა ერთი წამი. მიხურე. ხო. რა ქნა ახლა? იქ შუაში რა ქნა? ასე ხო ქნა, ასე. რაღაცის მოდი, შეიძლება. ჩვენ დაგეხმარებით რა. აბა შენ იყავი ერთი. მე ვიქნები ერთი. ხო, მიდი. რა დებილია? ხარი ხართან. დანიშნებს რომ ესო არა. კარგია. ხარია ძროხა არ არის ხარი. დავიდე, შემდეგი. ნიკოსნის. ვაიმე დამხა. ვაიმე, სადაც. What? გადმოგითაკე. მოგკლავ. ხვალ შენ შაბათ დილით ეთერში. ეს ინტრიგა უბრალოდ. ღარიბი კაც. ვიცი? აი ჩვენ ვიცი, ჩვენ არ ვიცი, ხო? ილო რა არის აბა? გაჭირებულს რა ვარ. ვა აღმარჩინა აბარა. ნენერი გაჭირებული. რანაირად მეთქვა ბაი ხარ რაღაცნაირად ხო რა ვიცი. სახით გავდი რას იცი? გაღატაკებულ აქუბარდი. ეგ არის. დიდი ილო. დიდი შენ ჯერია. აბა წაიღე და არაფრიალო რა ეხა ისა. წაიღე როცა რაღაცა იცი. არაფრიალო. ხო. ცხენი. ოღო. ზედის წინ მორბენალ გენ. ესო დედა რო ამეხსა რომ უნდა ემშობი არა. აი რა გამაჩერა. ვიდე კაი გამოისახო რა საშინელებებს გამოცნობის მაგიდასთან ადვილები შეხვდა? რა კარგია? მაიცადე? მართლა ადვილები ხდებათ ამას. არტისი ადვილი ვარ. აბა. ჩვენ რაღაცა ანდერგრაუნდში ვიქნება ანდაზე. აჰა. ძაღლი. ეგ ხო. შეჭამა? მოტეხა. აა. და უზაღლო ქვეყანაში არაყებდნენ. კატებს არაყებდნენ. აჰა. კაირა. უკან ხوار გადავახარდეთ. თავიდან დავიწყოთ. ნახე? აი ეს რა? ფიცარი ხე? იდე რა ქვია? ფიცარი რა. იდე რა ქვია? რა ქვია? ჯოხი. ხო, ნუ ჯოხი. ეს ხეზეს რო ტეხავდი მაგრამ. ძაღლი ყებს ჯოხი მოსდევს. აი ჯოხი სად არის? ნახე ჯოხი და სად არის ჯოხი? ჯოხის რა უქენი? სად წაიღო ჯოხი? აიღო და დაიჭირა. მადლობა ილია. ძაღლი ყებ და პატრონს რაღაცა უქნა. წავაგეთ. რა ხვეწები მითხარ. ძაღლი ახსენე ჯოხი ხელში დაიჭირეო. აუ რა. მოდი ხვეწები მე გავალ და თავს მოვიკლავ. და მე დაბუში გიდახმარო. იმაჯინი. მარგას. აქ არ მოკვდე. შემდეგი. აი ვინ არის შემდეგ? მე ვარ? ხო, შენ ხარ. გან უყურებ ტრაფარებს. არ უყურე, ბიჭო. გაგირბის თვალ. არ გამირბის, კაცო, რა თმინდა ეგრე მოგება. აბა წავიდა, აბა უცებ. რაღაცა მოეწონა. შემილია გამოვიხეთ. კი. დაიწყო უკვე რა ხანი. ხო. ხამადი თაგვიანა. თაგვია თუ კურდღელი, ბიჭო. თაგვიში. ხო, თაგვია, თხრი. ეგ იქნა.
თამახარად ხარად თამაშები იყო ეს. ეხლა მე ატა იყო ძალიან მაგარი ქალე. აბა ხე გავუსარდე. აშკარად. ხე შეძახილით გახმო. აჩა, შეძახილმა. შეძახილმა ეგა. Давай, мясо. Виси ჯერია? ილვერის, მიდი ილვერი. კაი. აბა ილო. გოლოცდა. ყოჩაღად ილო. ეს კაი ასახსნელია ეს. აჰა. ყველაფერი დაჩოქებით იწყება. ეგეთია ქართული. წამიყურა. გველსახრელი თავი. აი ხო. როცა ერთი ანდერგრაუნდი რომელიც გოლს ეხება. ერთი ვარიანტი არა. დამსახურებულად გაიმარჯვეს. დამსახურებულ გამარჯვებას განიჭერთ. თუმცა ამით არაფერი არ მთავრდება მეგობრებო. ჩვენ რევანშის დრო მაინც გვექნება. ჩვენ კიდევ ერთ თამაშს შემოგთავაზებთ. აშას ხალ ბატონო ეკამ ესე იგი მეჩქარებდა რომ გამიჯეჟე. ერთი ორი ვითამაშოთ და მერე წავალ. ვერ გაგიშნია. თამაშს რა ქვია თუ გეშინია მეც მეშინია. თამაშს ქვია უშიშარი მიმტანი. აჰა. ჩვენ კიდე გვეშინია. აი ეს რა ქვია სინებს დავიჭერთ ხელში, ზედ იქნება ასაფეთქებელი, ჩართული ასაფეთქებელი, ცეცხლმოკიდებული, ზოგი ფეთქდება, ზოგი არ ფეთქდება. მოდი ძალიან კარგი იქნება მე ვიქნები პირველი შენ და ვანიკოს გიხილავთ და პირველი ეკახო არ იყოს ხალხი. ნამდვილი ჯენტლმენი რო ვიყო. მოდი არა, მოდი მე ვიქნები როგორც ნამდვილი უშიშარი. მიდი ეკა პირდაპირ ეკა. ხო, აი ეს ნახე. ილოს არ უყვარს დიდად. უკვე ამითი ვიგებთ ერთი თნოს. რომ გამბედაობით. არა მე ვიქნებიო. მე ვაიმე რა კარგია, ჯერ უნდა არჩიოთ თან ისი. ლერი ქალე. ჩვენ თვითონ მივიღებთ, ხო? იგი არჩიე, რომ მე რო არ თქვათ რომ რაიმე. იმიტომ რომ აქედან ზოგი ფეთქდება, ზოგი არ ფეთქდება. ხო, ზოგი ფეთქდება, ზოგი არა. შეიძლება არ აფეთქდეს. შენი თავარი მისია არის რომ შენი თავარი მისია არის რომ სინზე შენ. აბა ეს რა არის? აი ეგ არის ფითილი. აბა რა, ჩემოლამაზო ახლა მე აქ უნდა დავდა? ასე. ეკა. ილო, ხელი. ობძანდით დუელის. ესე იგი, შენი მისია მთავარი არის რომ არ ჩამოგიცვიდეს ქვემოდან ქვემოთ ჭიქები. იცი რა არის? თავარი მისია რომ არ შეგეშინდეს რომ და არავინ არ იცის რომელი აფეთქება, რომელი არა. შეიძლება ასეთი ძალიან მოხარ სიამოვნება იყოს შენთან ერთად გატარებული დღე. შენ ბიჭო შენი მასი ჩემი აფეთქდა თუ ეკასი. ჩემი არ აფეთქდა ყვილა დამეყარა რა. მოდი ამ გადაცემას. მოდი ამ თამაშს დავარქვა დააფასე შენი სიცოცხლე. ზადვართ შემდეგი კი, შეგვივსეს სინები შეგვივსეს. კი, ნაღმები შეარჩიეთ თავადვე. მარტა კითხულობ ზადვარ თუ არა? რა თქმა უნდა. მარტა გაინტერესებს. მე არ ვარ მზად. მაინც შეარჩიეთ ნაღმი. მოდი შენთვის მე ამისთვის არასდროს არ ვარ მზად. მოდი ალბათობით ეს უნდა თუ გინდა მე შენთვის შევარჩევ შენ ჩემთვის. რაღაც მოდი. მოხოებული იქნება და ორი. აუ არავის უარ უქნია ჯერ ისეთი იქნება ხლები. შემიძლია მე შეგეჭირა. აუ ეს განსი გიშო. ფულსი შოვით. მოდი შენ ორი. გოგორო გიკიდებს და ხო ის ფულსი შოვით. ჩვენ ერთად მუშაობთ დილას. აუ რა კარგია. დააწყვეთ. ვანიკო მოგვიკიდებ. მე ვერ მოვუკიდებ მე ეს აქ რატო არ იქით იყო? საითაც გინდა იქეთ დადე. აჰა. არა ეგრე არა. შენ ახარ ქვა, კლდე, უძრავი. შენი ესე იყო? მაშინ იყო. მე ვარ ყინული ვანიკო. ილო აბა შენ იცი. ილო. აუ როგორი მოდი შეხედე. აი აქ უნდა გამომადგეს ესეთ გრძელი ერთი და სამი მომზადეთ. გააჩერე ილო. ილო წინ გაიწია ცოტა მეშინი. პირველად შედგა ასეთი ამბავი. ახალი ეს ახალი რაღაცა ბოლოს ესე ხარ აფეთქდება. არ აფეთქდება. თუ აფეთქდება ეხლა რომ ბეთქო. არა, აღარ აფეთქდება. და ორი თითი რომ რჩება. ახალი ანდაზე შეიქნა დღეს.
თუ გინდა ჭიქა არ აგიფეთქდეს, ქალს არჩევინე ნაღმიო. ნახე. მომეც კილო და რო არ დავბრმავდი. კაი, ერთი წამით ეხა მე. იხავი მომეც. უი ხო. მოიცა ჯერ არა. მიდი, ჩქარა. ერთი წამი მზად არ ვიყავი. აი შენი დედა. მაგარიმში შეიმირა. ჩვენ ვიყოთ მაგრად. აბა, ბარიერთან ბიჭებო. აი, მოდი ჩვენ თვითონ. ეხა შენ არჩიე. კარგი. რო არ ჩააჭარ. ო, შენ აურჩიე, ნიკას, შენ ამერჩიე მე. ტარამ. არა. გაჩუმდი? ეგ არის შენი ბედი? ვაიმე. ახლა იმას შეუხდა. ეხა იზოანთებდეს და ძალიან არ გაიგოთ ეხლა. რა შეცვალეთ და რა ვერ შეცვალეთ. აქ არის. რატომ შეცვალა ეგ? რატომ შეიცვალა? რატომ არ შეცვალა? ისთვის შეცვალა? და თუ შეცვალა, როგორ აქ არ წაიქცეთ, თავარი ეგ არის. აბა, მოემზადეთ. პატარა ქართველი. მე ილო გაიწიე. ვაში. რატომ მოძრაო? მეგობრებო, ამით ყველაფერი ნათელია. ეხლა როგორ აღარ ნიკო? ესე დაამთავრე, აი როგორ წვართელანი. მაინც აღონებს შეშინებულია. დაშინებულია. ნიკა, ჩვენ ვართ, ნიკა. მომბრძანდით ეგა, მორჩა ახალგებელი. არაფერი აღარ მესმის. თქვენსკენ რა ხდებოდა არ შემინიშნავს. იგი რა მოგივიდა? ყველას თავისი გაჭირვებია. დამთავრდა ყველაფერი. კი, ესე ხო იდექით. ყველაფერი დასრულდა. ის აფეთქდა და სინქრონში ორივემ დაუშვით ხელები, აი სინქრონში დადგმულივით იყო. მე მგონი აქ ყველაფერი ნათელია მეგობრებო. არა ვარ კარგად. ჩვენი ნათელზე რა გითხრა, მაგრამ გულადობა გამოცდილია. ამით ეს თამაში ამოიწურა და ჩვენი დღევანდელი უპირობო გამარჯვებული ეკატერინე